ესეც მეორე ლიდერი, რომელიც თქვენი კოალიციიდან უკვე ციხეშია და ვინც მისი ადვოკატი იყო დღეს იმასაც სავარაუდოდ, ანუ ნიკა გვარამიას გულისხმობ ელოდება ციხე. საერთოდ ღირს თუ არა იმის განხილვა, აი რა ხდებოდა პროცესებზე, ან როგორ დააკავეს გუშინ მელი, ანუ ყველაფერი არის ცხადი. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს პოლიტიკურ პარტიებსაც და საზოგადოებასაც უნდა აფიქრებინებდეს, რომ რაღაც მეთოდები საზოგადოების მხრიდანაც რაღაც ბრძოლის მეთოდები შეიძლება მოდიფიცირებული გახდეს აი ამ ახალ რეალობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სულ უფრო მძიმდება, აი ჩვენ სულ უფრო თითქოს რაღაც გვიკვირს, რაც სინამდვილეში ასეთი რეჟიმის პირობებში აღარც უნდა იყოს გასაკვირი. მადლობა მოწვევისთვის, მით უფრო ახლა, როდესაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი საერთო ბრძოლისთვის და თქვენ თავად ბრძანეთ, რომ შესაძლოა რაღაც გარკვეული მეთოდები მოდიფიცირებას საჭიროებდეს. ამას გვიჩვენებს თავად ბრძოლა და ბრძოლის სხვადასხვა ეტაპი. ის რაც დღეს ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიხილეთ, თუმცა საერთოდ მიკვირს, რატომ ვუწოდებთ შენობას სასამართლოს, იმიტომ რომ ამასაც გულისხმობდი ჩემ შეკითხვაში. იმიტომ რომ სამართალთან არც ამ შენობას და არც იმ მოსამართლეებს არაფერი კავშირი არ აქვთ. მოსამართლეს თავის საკუთარ პროფესიას შეახსენებს მხოლოდ მანტია და სხვა არაფერი, იმიტომ რომ კეთილსინდისიერების ტესტი დიდი ხნის წინ ასე ვთქვათ ჩააგდეს მათ და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა პროცესი, რომელიც სასამართლოებში, თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება თუ რეგიონულ დონეზე იმართება, რეალურად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესი და მით უფრო ეს კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ დათლად გამოჩნდა ნიკა მელიას მაგალითზე, როდესაც ის ისე გაასამართლეს, რომ წინადღით მოხდა მისი დაკავება, ხო? ანუ რეალურად ეს რაღაც მარიონეტული ჯგუფი, რომელიც მართავს დღეს სახელმწიფოს, იმდენად არსებს თავად პატივს, არანაირ არც კონსტიტუციას, არც სამართლებრივ, არც ერთ დოკუმენტს, რომ მან ყველაზე მნიშვნელოვნად რეალურად გუშინ ჩათვალა, რომ მისთვის მელიას დაკავება იმ მეთოდით, როგორითაც ის დააკავეს და მოგეხსენებათ, რომ ტყეში, როგორც რაღაც მტაცებელ ცხოველს დაესხმიან თავს, დაახლოებით ასე მოხდა მისი დაკავება და არა ადამიანი პოდკასტზე მიდიოდა ძალიან მშვიდად თავის გარემოცვასთან ერთად, სცემის გარემოცვის წევრები გაანადგურეს, პლუს არ ვიცი იქიდან თუ მოხდება მასალის ამოღება, მტკიცებულებები, რეგისტრატორი, ამოღება თუ კი წაიღეს და ხო, ანუ მე ამას გულისხმობ, რომ იარსებებს თუ არა ჩანაწერები, ეხლა ნაკლებ სავარაუდოა, ხო? თუ რამე ჩიპზე დარჩა, არ ვიცი, მაგრამ თუ წაიღეს ძალიან რთული არის. ინახავს რაღაც მსგავსი, როგორ ანადგურებენ მტკიცებულებებს ზოგადად და ამიტომ ბუნებრივია პოზიტიური მოლოდინი ვერ გვექნება. ანუ გუშინდელმა დღემ უკვე ჩვენ გვიკარდახა დღეს რა უნდა გვეხილა ამ რაღაც ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე. ამავდროულად აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ მე დილის დაახლოებით 10 საათი არ იყო რომ მივედი, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის ანი ქავთარაძისა და პოლიტპატიმარ საბას ხვიტარიძის ძმის სასამართლო პროცესი იყო და უჩვეულო ცარიელი იყო ეზო. ანუ არც ერთ ავტომობილს არ უშვებდნენ, თანამშრომლებს არ უშვებდნენ ავტომობილით, მხოლოდ ფეხით, მხოლოდ ცენტრალური შესასვლელიდან. ანუ რა მოლოდინი გააჩნდათ, მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან დარწმუნებული ვარ ყველა გონიერი ადამიანის გადმოსახედიდან არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არ არის დღეს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ეს არალეგიტიმური რაღაცა დაჯგუფება. და რატომ ვამბობ ახლა ამას? ნახეთ, თუ ისინი არ არიან დაბრთხალი და თავად შიშის ქვეშ მყოფნი, მაშინ აი ასეთი რაღაც ექსტრემალური ზომების გაძლიერებული რაღაც ძალმომრეობით ინსტიტუტების ამოქმედებით დაცარიელებული სასამართლო შენობით, მე მგონი დღეს იცით სხვა პროცესები არ იყო საერთოდ. ერთი იყო ანი ქავთარაძის და ხვიტარიძის, მელიას პროცესი და იმ ახალგაზრდა ქალების, რომელთაც პატიმრობა მიუსაჯეს. მე სხვა სასამართლო პროცესი და იქ სხვა გულშემატკივრები, სხვა ადამიანების უბრალოდ ფიზიკურად არ მიიღავს. ანუ იყო პოლიტპატიმრების. იყო რეალურად პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები ამ შენობაში და რა არის ეს შენობა, თუ არა პოლიტიკური მართლმსაჯულების შენობა. აი თქვენ ამბობთ, რომ აი დამრთხალია გარკვეულწილად, მაგრამ მოდი მეორე მხრიდანაც შევხედოთ აბსოლუტური კონტროლის ჩვენება საზოგადოებისთვის, ხო? აქა ვართ.
ყველაფერს ვაკონტროლებთ, ბევრნი ვართ, აი ისიც რომ რა ვიცი, რამდენიმე ათობით ადამიანი იყო მელიას დაკავების დროს, ხო? ასევე ეს ტოტალური კონტროლის შტაბ-შტილებასაც სტოვებს, ესე იგი უთვალთვალებდნენ, იქ ვიღაცამ გადასცა რომ აგერ მანქანაში ზის და გამოვიდნენ სხვადასხვა ადგილიდან ყველაფერთან ერთად, ხო? აი ეს მაინტერესებს ზუსტად მეორე მხარე. საზოგადოებაზე ეს რა გავლენას ახდენს? ნახეთ, საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ეს ქართულ ოცნებას გონია. ძალიან მიყვარს ხოლმე ანალოგიები, აი რაღაც ჩემი წარსული პროფესიული გამოცდილებიდან. ყველა მოვდივართ სკოლიდან. რომელი მასწავლებელი იწყებდა კლასში ყვირილს და რამდენადაც შეეძლო ძალის გამოყენებას. ის ვიც ვერ მართავდა სიტუაციას. ხო ეს ასეა. რაგან ყველა სკოლიდან მოვდივართ, ამიტომ ვამბობ ამ მაგალითს. თუმცა ამას ახდა მეორე რამ, რომ ასეთი მასწავლებელი ცდილობდა დაენერგა შიში და ამით ემართა. მაგრამ ყველა ჯერზე იმარჯვებდნენ მოსწავლეები. ესეც გაიხსენეთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, აუცილებლად ადრე თუ გვიან მას აღწევენ და ეს არის მთავარი ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით მიზანი და ჩვენ ზუსტად ვიცით რომ უბრალოდ არ გვაქვს უფლება უკან დახევის და ჩვენი მთავარი ხაზი, რასაც იქნება ეს გამარჯვებული პროდასავლური პარტიები, ასე ვიტყოდი მე ჩვენ შესახებ, თუ საზოგადოება, რომელიც ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით რა დევს დღეს სასწორზე. დღეს რომ ახალგაზრდა გოგონები, ახალგაზრდა ქალები გაისტუმრეს რამდენიმე დღიან, დაახლოებით 15 დღეა მგონი თუ არ მეშლება პატიმრობაში, ეს ხომ იმას ცხადყოფს, რომ ამ ტიპის ახალგაზრდების შიშის აქვთ. ესე იგი, სწორედ ადამიანების, აი, როგორცაც განასახიარებენ ეს ახალგაზრდები, მელია, ან ზურა ჯაფარიძე, ან ნიკა გვარამია. კარგით, აი მე მაინტერესებს, რადგან ეს ანალოგია მოიყვანეთ, როგორი უნდა იყოს ეს დაუმორჩილებლობა? ანუ რეალურად საუბრობთ თუ არა დაუმორჩილებლობაზე, აი ამ ფორმების, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე საზოგადოებიდან. კი, კანონის ფარგლებში, ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაც სხვა მეთოდებზე, რომელიც მათ აგზნობინებს, რომ ისინი ვერ იქვემდებარებენ საზოგადოებას. იცით რა არის, მათ ძალიან კარგად იციან ეს, რომ ძალიან უჭირთ საზოგადოების დაქვემდებარება და მით უფრო თუ გადავხედავთ ასაკობრივ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ზღვრებს, უფრო ახალგაზრდულ ნაწილში, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ ეს ბავშვები, უკაცრავად მათთან მიჩვეული ვარ უბრალოდ, ეს ახალგაზრდები, ვინც დღეს არიან ძირითადად და ესეთ აქტივიზმში ჩართული, არის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში, ჩემგან განსხვავებით და ჩემი თაობისგან განსხვავებით. ჩვენ ვისწავლეთ რა არის თავისუფლება, როგორ უნდა ვიაროთ თავისუფლებისკენ, იმიტომ რომ მაინც საბჭოთა სკოლის გამოზრდილი თაობა ვიყავით. მაგრამ ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში და მათთვის ნებისმიერი შეზღუდვა, იქნება ეს პირადი თავისუფლების ნაწილში თუ ქვეყნის ამ შემთხვევაში თავისუფლების ნაწილში თანაბარი, ასე ვთქვათ, გრძნობელობის არის და ისინი ზუსტად გრძნობენ და დღეს საზოგადოება ისინი ვინც რუსთაველზე დგანან, ისინი ვინც პოლიტპატიმრად არიან ამ შემთხვევაში ციხეებში, მათი ოჯახები, მათი სამეგობროები და ჩვენ ის ვინც ვართ საზოგადოება დღეს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს დგას ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ არ გვაქვს უკან დახევის უფლება. მესმის, მე მაინტერესებს რამდენად ცვლის პოლიტიკური პარტიების ქცევას აი ესეთი ფაქტები. ახალი პოლიტპატიმრები. ახლა რას გულისხმობ დავაკონკრეტებ ახლავე გუშინაც და დღესაც კომენტარებს მუდმივად გაზდევდა ლაიტმოტივად ეს ტექსტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას აპირებთ, როდესაც ასეთი რამ ხდება. მაინტერესებს ამ ყველაფრის გავლენა პოლიტიკურ პარტიებზე როგორია, ეს უფრო აახლოებს თუ ვიღაცებს უფრო მეტად განიზიდავს აი ამ კონსოლიდაციის მცდელობიდან. მოდით ვიტყოდი, რომ მე მაინც იმეც დავიტოვებ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ნაპრალი არ გაიზარდოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ამ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა აღნიშნულ აი ამ კონკრეტული თვითმმართველობის არჩევნებისადმი და მით უფრო ძალიან გამიკვირდა ეს დღეს, როდესაც გუშინ მელიას დაკავება იხილა საზოგადოება, ჩანაწერი არ გვინახავს, მაგრამ ვიცით როგორ განხორციელდა და დღეს შედგა როგორც უკვე აღნიშნე თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს სამი სასამართლო პროცესი, პოლიტიკური ლიდერი, აქტივისტები და პოლიტიკოსი და ასევე პოლიტპატიმრის ძმა. ანუ
აბსოლუტურად სხვადასხვა განშლა აქვს, ხო? ვერ იტყვი, რომ მე არ ვდგავარ პირობითად ნიკა მელიას გვერდით, იმიტომ და რაღაც არ ვიცი, გაუხსენო შეიძლება მას. ამ შემთხვევაში, როცა შეხედავ, რომ ახალგაზრდა ქალებს, 19 წლის ადამიანებს, პირველ კურსელს სისტემა უშვებს 15 დღით პატიმრობაში და შენ ყოფნის არ ვიცი რა დავარქვა ამას რაღაც მორალურად რაღაც არ ვიცი როგორი იქმნი ამ განწყობას რომ ადგე და თქვა რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა იქნება გამართლებული. ნუ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და ჯერ კიდევ იმეც ვიტოვებ რომ სად ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა ალბათ მთავარი. სად მიდის მაშინ ეს გზა, რომელსაც თქვენ ირჩევთ? ერთი ლიდერი, მეორე ლიდერი, მესამე, ვინც ჯერ არ არის სხვა ალიანსებიდან და პარტიებიდან, ისინი შეიძლება ადვილად აღმოჩნდნენ განსაჯელთა სკამზე და ციხეში, ერთი სიტყვით, ხო? ეს გზა სად მიდის? აი ამ გზის ალტერნატივაზე ახლა გაამახვილეთ ყურადღება და თქვით, რომ ეგ გზა არ ვარგა. აი ამ გზას რა პერსპექტივა აქვს, რომელსაც თქვენ ირჩევთ? იცით რა არის, ვისაც ციგნიერება უწყობს ხელს და ასეთი ჩვენს ქვეყანაში ბევრია, ყველამ ზუსტად იცის, რომ რეჟიმებთან თავარი ბრძოლის გზა გადის თანმიმდევრულ ბრძოლაზე და ამავდროულად არ შეგუებაზე, არ დამორჩილებაზე, სიჯიუტესა და პრინციპულობაზე. უბრალოდ რეჟიმი თავისით არასდროს ირღვევა, ხო? კი, არის ასეთი გამოთქვა, რომ ის საბოლოო ჯამში თავის შვილებსაც ჭამს, მაგრამ ვიდრე იქამდე მივა, ასე ვთქვათ, მისი რყევები ეს მერე ხდება, მანამდე თუ ყველა შეჭამა ეს რყევები არის დამოკიდებული ის საკუთარ შვილებზეა საუბარი. ხო. ანუ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი იქამდე საზოგადოება უნდა შეჭამოს და ამის უფლება არ უნდა ჯანსაღი ნაწილის როლი სწორედ ამ შემთხვევაში ამ პრინციპულობასა და უკან არდახევაშია. ის რომ ჩვენი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურ პატიმრობას იყენებენ, ჯარიმას იყენებენ, თუ ფიზიკურად გვისწორდებიან, მაინც ამ ბრძოლაში ვართ და ჯერჯერობით არც საზოგადოებას და არც პოლიტიკურ სპექტრს უკან არ დაუხევია, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სტიმული იმის, რომ მივაღწიოთ საბოლოო განაჩენს. იმისთვის რომ განსაზღვროთ აი ამ ბრძოლის პერსპექტივა, ნუ პრინციპში სხვა გზა არც არის, ბრძოლა არის ერთადერთი გზა. მეორე მხრივ კარგად უნდა გვესმოდეს რეჟიმი რა მდგომარეობაშია დღეს. რამდენად ძლიერია ის სადამისი სუსტი მხარეები. შეგიძლიათ თქვენი წარმოდგენა გვითხრათ დღეს ივანიშვილის აი ეს რეპრესიული მანქანა და მთლიანად ეს რეპრესიული სისტემა რამდენად ძლიერია? ჩვენ ნახეთ თვით ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ გუნდში ერთმანეთისადმი უნდობლობის გარკვეული სურათი, ნახეთ გარკვეული თანამდებობის პირები, რომლებზეც იდგა სისტემა და დღეს ისინი აღარ ასრულებენ იმ მოვალეობებს. ნახეთ ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ ამავდროულად ახლა გამახსენდა, რომ მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრად მათ დანიშნეს გელა გელაძე, ხო? ადამიანი, რომელიც მე ვიცი განათლების სისტემიდან ჯერ კიდევ და ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ იძლეოდა დავალებებს, რომელ მასწავლებელთან თუ რომელ დირექტორთან მანდატურს როგორ ასახის ოქმი უნდა დაეწერა. ანუ ის რეპრესიული დავალებები, რომელიც განათლების სისტემაში არსებობდა, მანდატურების იმ საწყის ეტაპზე ვსაუბრობ, სწორედ გელაძის დავალებები იყო და ეს ვიცი ზუსტად. უპოვია სწორი პირი, ასე გამოდის. აი ხა საით მიყავს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ხო? რა მოხდა? ის რომ იგივე იმ სისტემამ, იმ ჩაგვრის ეპიზოდმა გელაძეს ვერ მოუტანა პოზიტიური შედეგები. რეალურად არავინ დამორჩილებია იმ პროცესებს, იმიტომ რომ განათლების სისტემა თუ რამეს ვერ მიიღებდა იმ ტიპის რეპრესიებს, ხო? და დღეს სისტემა ისევ განაგრძობს ბრძოლას მსგავს რეპრესიულ მანქანასთან. ამიტომ ნახეთ, გელაძე არ არის პოლიტიკური ფიგურა. ის ფაქტობრივად ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი რეჟიმის ხელში, ხო? მაგრამ მას შეუძლია ის რაც გააკეთა გუშინ და დღეს. მას შეუძლია დავალების შესრულება. ის არაფრისგან გასხვავდება. მაგალითად თავი გამოიჩინა დღეს მელიას ნაცვლად. კაცის საქციელია ეს, ხო? ის ანალოგი, რომელიც მე ვთქვი კლასში მოსწავლეების მართვაზე, ხო? ზუსტად გელაძის მაგალითია. მან აირჩია მარტივი გზა, იმიტომ რომ წაიკითხა მელია არაპირებს იქ რაღაც გირაოს გადახდას, არაპირებს სასამართლოზე მისვლას და ძალიან მარტივი მოცემულობის შეეშინდა, ხო? ის რომ როგორი იქნებოდა ჩვენი შემდგომი ქცევა და ამიტომ
გააკეთა ის, რაც გააკეთა. ასე იქცევიან მხოლოდ მხდალი და რეალური ძალაუფლების არ მქონე პირები, რომლებიც ხვის იმედზე არიან და სხვისი დავალების. ძალიან დიდი მადლობა.